ტყვია მოხვდა აი აქ. ნახოთ მეორე მხარეს. და მეორე მხარეს გახვიდა. გამოვიდა და აი აქ შეერჭო. ნუ ეხლა ეჭვი არ მეპარებოდა რომ 5.56 ამას გახვიდავდა. ამ იარაღის განხილვა მიდევს, შეგიძლიათ შეხვიდეთ ნახოთ. Diamond Black DB15. გახვიდა. ეს კიდე რის ვარ, ეხლა წარმოიდგინეთ, პისტოლეტმა ვერ გახვიდა ესა. მაგრამ ეხლა წანზე რო გქონდეთ და პისტოლეტი მოყდით შინაგან ორგანოებს მაინც ძალიან დააზიანებს, ნეკნებს გაგიტეხავდა რაღაცა, შეიძლება ღვიძლი გაგიხეთქოთ ან ფილტვი. ცივი იარაღი ვერაფერს ვერ უზავს, ეგ ჩათვალეთ ხმალი და რაღაცა. ავე გორგასას რო ხელი ქონდა ესე აწეულდა ეღლიაში ის არის მოარტყეს, ესეთი რამეც მოდა ვერაფერი ვერ მოვიდოდა. ასე რომ ძალიან მაინტერესებს ტეტე შევადა რომ მე მაკაროვს ხეს ვიშოვნი რაღაცა შეღწევადობაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა თვითონ ექსპერიმენტმა რა შეგედის გამოიღო ბატონოვანო პისტოლეტი მომეცი. ანუ Glock 17 მეხუთე გენერაცია და ტეტე. ტეტეს ტყვია უფრო ხრეტაზე გამოდგა უფრო მაგარი. ამითი გამოგემშვიდობებით, რავი, თუ რამე შემივარდა ეგეთი იარაღები, შემიძლია ერთმანეთს შევადოთ. თოფი იყო ისე ვესწოლე რა, რომ გული არ დამწყვეტოდა, რომ ბალისტიკური ნაჭერი ვერ გახვდე. ამითი გამოგემშვიდობებით, ხო, თუ რამე ჩამივარდა ხელში ესეთი იარაღები, საინტერესო. და კალიბრები, ხო? შევაჯიბროთ ხრეტაზე ან გატანაზე. იშვიათად არის ხოლმე რა, მე ხო ამას არც ისაყავს, რა ქვია, სპონსორი და არც არაფერი, მარტო არც მაღაზიები არ გვეხმარება არანაირად. მარტო თქვენი გამომწერების იარაღები აი ესე ვიღაც ამირეკავს, შევხვდებით, ამოდივარ და იშვიათია რომ ორი იარაღი ერთად ჩაგვივარდეს ხელში. მაგრამ თუ ჩაგვივარდა, აუცილებლად ეს რაღაცებს შემოგთავაზებთ. ამითი გამოგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.